რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები ლონდონში ამ ეტაპზე გამოქვეყნდა რამდენიმე ფოტოსურათი და ითქვა რომ შეხვედრები გაგრძელდება მომავალშიც. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა მოლაპარაკებებს ყოვლის მომცველი უწოდა. ლონდონში შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა მას მხოლოდ მასპინძელი, ბრიტანელი და ასევე უკრაინელი მინისტრები ესწრებოდნენ. მონაწილეთა შემადგენლობა გუშინ შეიცვალა, ლონდონში არ ჩავიდა სახელმწიფო მდივანი რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ამას წინ უძღოდა და დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სტატია ყირიმის საკითხზე და ასევე ზელენსკის პოზიცია ანექსირებულ რეგიონზე. თამარ ჭავჭავაძე დეტალურად მოგვიყვება ლონდონის მოლაპარაკებების შესახებ. მოლაპარაკებები ლონდონში კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა ჩვენ ერთგული ვართ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ დაწერა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა სოციალურ ქსელში. დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი და დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები უნდა განეხილათ, მინისტრების დონეზე აღარ გაიმართა და კონსულტაციები მხოლოდ მრჩევლების დონეზე შედგა. უკრაინის მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ანდრი ერმაკი, ანდრი სიბიჰა და რუსტემ უმეროვი, გერმანია, საფრანგეთსა და ბრიტანეთს კი ლიდერთა მრჩევლები წარმოადგენდნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანდრი ერმაკს არ უხსენებია კიტ კელოგი, რომელიც ლონდონში მარკო რუბიოსა და სტივ ვიტკოფის ნაცვლად ჩავიდა, სწორედ მათი არ მონაწილეობის გამო შეიცვალა შეხვედრის ფორმატი. დასავლური მედია წერს, რომ მიზეზი უკრაინის პოზიცია ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც პუნქტებად არის მოყვანილი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაში. რამდენიმე წუთის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და წერს, რომ უკრაინის ლიდერის მწვავე განცხადებები, რომ მაგალითად ის არ აღიარებს ყირიმს, ხელს უშლის ომის დასრულებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მანამდე განცხადებები გააკეთეს ჯეიდი ვენსმა და მარკო რუბიომ, ორივემ განაცხადა, რომ თუ მხარეები შეთავაზებებს არ დათანხმდებიან, შეერთებული შტატები მოლაპარაკებების პროცესიდან გავა. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უბრალოდ ჩაიქროლებს უკრაინაში და მთელს ქვეყანას დაიპყრობს. ისევე როგორც უკრაინას არ შეუძლია დააბრუნოს რუსეთი 2014 წლამდე არსებულ პოზიციებზე. ამიტომ ჩვენი ამოცანაა გავიგოთ, როგორია რუსეთის პოზიცია. ახლა უფრო მეტი სიცხადე გვაქვს, რადგან ბოლო 3 წელიწადში პირველად დავიწყეთ მათთან დიალოგი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ უკრაინის პოზიცია და შევაფასოთ, არიან თუ არა მხარეები ერთსა და იმავე არეალში. ან რამდენად შორს დგანან ერთმანეთისგან. გავაკეთეთ ყველაფერი, დავხარჯეთ დრო, რესურსი. მზად გავაგზავნოთ თუ დავინახავთ წინ მიმავალ რეალურ გზას. თუ რაღაც მომენტში ცხადი გახდება, რომ სვლა არ არის, შესაძლოა მოგვიწიოს სხვა პრიორიტეტებზე გადავიტანოთ ყურადღება. ჩვენ შევთავაზეთ მკაფიო წინადადება ორივეს, რუსებსაც და უკრაინელებსაც. ახლა დროა მათ თქვან დიახ, ან შეერთებული შტატები გავა ამ პროცესიდან. ჩართული ვიყავით დიპლომატიაში, შევეცადეთ შეგვეხედა საკითხებისთვის მათი პერსპექტივიდან. რა აღელვოთ ყველაზე მეტად უკრაინელებს და რა აღელვოთ ყველაზე მეტად რუსებს. ამიტომ წარუდგინეთ სამართლიანი წინადადება. ნახავთ, რამდენად შეძლებენ ევროპელები, რუსები და უკრაინელები ფინიშის ხაზთან მისვლას. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მოლაპარაკებებში ყველა მონაწილეობს კეთილსინდისიერად. არსებული ხაზები, სადღაც მათთან ახლოს, არის ის ადგილი, სადაც საბოლოოდ კონფლიქტის ახალი ხაზი გაივლება. უკრაინელებსაც და რუსებსაც მოუწევთ ტერიტორიების დათმობა. იქნება ტერიტორიების გაცვლაც. ვერ გეტყვით ზუსტად სად იქნება ეს ხაზები, მაგრამ გვინდა მკვლელობები შეწყდეს. შეერთებული შტატების მაღალჩინოსანთა განცხადებებს გამოეხმაურნენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისშიც და საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიაშიც, სადაც განაცხადეს, რომ ევროპა ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას მოითხოვს. კონკრეტულად კი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული 7-პუნქტიანი გეგმა ყირიმთან ერთად გულისხმობს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის იმ ტერიტორიების დე-ფაქტო აღიარებასაც, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. პუნქტებს შორისაა ნახსენები უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებასაც. როგორც კი ყირიმზე ლაპარაკს ვიწყებთ, შევდივართ ფორმატში, რომელიც რუსეთს სურს, ომის გაჭიანურება. ყველაფერზე შეთანხმება შეუძლებელია. 12 წელია ვომობთ. ეს უკვე არის პასუხი იმაზე, შესაძლებელია თუ არა მთლიანობაში რუსეთთან შეთანხმება. ეს რიტორიკული შეკითხვაა. არა, ზეწოლის გარეშე ეს შეუძლებელია. დასავლური მედიის ინფორმაციით ტერიტორიების დათმობაზე კიევის უარია, რის გამოც მარკო რუბიო და სტივ ვიტკოფი დღევანდელ მოლაპარაკებებს გამოეთიშნენ, თუმცა ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელეს. მოსკოვში ვაშინგტონის პირობებს ულტიმატუმად არ მიიჩნევენ. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მიესალმება შეერთებული შტატების მედიაციის მცდელობებს და განაგრძობს კონტაქტებს ამერიკულ მხარესთან. ცნობილია, რომ ამ კვირაში მოსკოვში ტრამპის
ეს წარმომადგენელს სტივ ვიტკოფს ელოდებიან. ეს რუსეთში ამერიკელი დიპლომატის რიგით მეოთხე ვიზიტი იქნება.